სკოლის მანდატურების თემა ხელოვნების სფეროში ინტერნეტ ფორუმებზე მათ შესახებ ლექსებს წერენ მუზებად ქცეული მანდატურები და მათი რეაქციები ქეთი ფარცხალაძის სიუჟეტში. სკოლის მანდატური სატელევიზიო კლიპების გარდა თანამედროვე ქართული პოეზიის გმირიც გახდა. ინტერნეტ ფორუმებზე მანდატურული პოეზია გაჩნდა. ავტორები მანდატურთა თემას ლექსებით განიხილავენ. დისკუსიის ფორმა დაცულია. მანდატურის შესახებ განსხვავებულ აზრებს ორიგინალური თუ გადაკეთებული რითმებით გამოხატავენ. დღევ გაუვალო, სკოლავ ქართულო, შენზე ზრუნავენ მანდატურები, რომ ვერ დაჩაგროს ძლიერმა სუსტი და ვერ აყმულვდნენ მანდატურები. ორშაბათს მანდატური გავიცანი. მანდატური ნახატი კალმისანი. მისი ფორმა და ბლოკნოტი სამშაბათს გამიხდა საფიცარი. ოთხშაბათს წერილი გავუგზავნე და თავს გასარიცხად ვიმეტებდი, ჩემი გასაჭირი ავუხსენი, ჩემი ეჭვები და იმედები. პარასკევს ოქმი მომივიდა. ვაიმე ბედო უკეთურო, ორო სანიხარო გნოლივითა წიგნებს მიხედეო უბედურო. დაჭკნება ჭკნება მანდატური უკანასკნელი ჭკნება მწუხარედ ნაზად, მაგრამ უსიხარულოდ და არ არსებობს ქვეყანაზე თვით უკვდავებაც არ არსებობს უმანდატუროთ. აი, გენიალურია. მანდატურებმა დასჭექა ბავშვებსაო, ჩაგაწყვეტინებ ხმასაო, დაყაჭე ყველაფერიო, დაგცხებ დუბინკას. ვაიმე ცუდად ამან. ფსიქოლოგი თია გოგოტიშვილი მანდატურის შესახებ დაწერილ ლექსებს კითხულობს და მათ მიმართ არაცალსახად დამოკიდებულებას ბუნებრივად მიიჩნევს. რადგან მანდატურები ჩვენს რეალობაში არის სიახლე, საკმაოდ გახმაურებული და დიდი პოპულარობის მქონე, იმიტომ რომ ბევრი საუბარია არა ცალსახად დამოკიდებულება, როგორც ყველა შემოტანილი სიახლის მიმართ, აქედან გამომდინარე ეს მოსწავლეების ფოკუსში მოექცა მათი პერსონა, თავის პირად უშუალო სუბიექტურ დამოკიდებულებებს ამჟღავნებენ და როგორც აღმოჩნდა ძალიან სასიამოვნო, კრეატიული, შემოქმედებითი, პოეტური ხერხებითაც. წერდა მანდატურ მარიკას ვაძლევ, და ერთი სამი ფურცელი უკვე მიცემული მაქვს და მიცნობს როგორც პოეტი, მანდატურების პოეტი და ზეპირად არ ვიცი, და მანდატურის შესახებ დაწერილი ლექსები მარიამს ზეპირად არ ახსოვს და თანასკოლელებთან ერთად მანდატურებზე პროზაულად საუბრობს. მანდატური არის მაგარი კაცი. ის მეხმარება ხოლმე. ხანდახან. რა ვიცი, აბა რამე რომ მაინტერესებს უმეუბნება. გაკვეთილზე თქვა, ჩემი გაშლითმა რატო უშლის ხელს გაკვეთილის პროცესს მე არ მესმის და მიუღებელია ჩემთვის, მაგრამ უბრალოდ ასე თუ ისე მანდატურები მე მომწონს. მასწავლებლებს და მოსწავლეებს შორისაც აღარ არის დამთბარი ურთიერთობები და ანუ ყველას შიში აქვს მანდატურის, მაგრამ ვფიქრობ მაინც საერთო ჯამში, რომ კარგია ეს სკოლისთვის, თუ არა წელს და დროთა განმავლობაში მაინც კარგ გავლენას იქონიებს სკოლაში წესრიგის დამყარებას. ახალი და როგორც ამბობენ ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ინსტიტუტის შესახებ საზოგადოებრივი დისკუსია როგორც რეალურ, ისე ვირტუალურ სივრცეში სერიოზულიცაა და იუმორნარევიც. გარეთ მგელი, შიგნით ტურა, სკოლაშია მანდატურა. თბილისის ფორუმებზე გამოქვეყნებული მანდატურული პოეზიის ავტორები დარწმუნებულები არიან, რომ მათი რითმები ინტერნეტ სივრცეს გასცდება და ვიდრე ქართულ სკოლას მანდატურები ეყოლება, მათ ფორუმებს კალამბურები არ მოაკლდება.